გამათხოვეს. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. 18 წლისა მეორედ მაკურთხეს ვითა მეფე ქართველთა. მეფე გიორგის დროს კურთხევის მოწინააღმდეგეთა მთავარი მიზეზი სიმცირე ასაკის. მერე დაიწყეს ძებნა ახალი მიზეზისა. კანონი კრძალავდა 18 წლამდე ქალის გათხოვებასა. სრული ასაკისა ვითა მეფე ქალსა მევალებოდა მხოლოდა მემკვიდრე ტახტისა. მთავარი საზრუნავი აღზრდა მემკვიდრისა. ვეზირთა და მეფის გარემოცვას ევალებოდა გამორჩევა მეფის საკადრისი ქმარისა. საქმროს გამორჩევა სამეფო კანონთა დაცვით უნდა მომხდარიყო. მეფის ქმარი უნდა ყოფილიყო სამეფო გვარისა. მეფე თავისივე სურვილით ვერ გამოარჩევდა ქმარსა. ამას კანონი მისივე გარემოცვას ავალებდა. მეფის ქმარი უნდა ყოფილიყო უფლისწული უცხო ქვეყნისა. უნდა ყოფილიყო ტახტის მემკვიდრე თავისივე ქვეყნისა. მეფის საქმროს უნდა ეთხოვა ხელი მეფისა. მანამდე უნდა გამოეგზავნა ელჩები უფლისწულისა. მეფის ქმარი ვერ გახდებოდა ქართველი დიდგვაროვანი. შერთვის მერე მეფის ქმარი ხდებოდა სარდალი მხედრობისა. მეფის ქმარი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, ან ხელის თხოვამდე უნდა მიეღო ქრისტეს რჯული. მეფის ხელის თხოვა ეკრძალებოდა ქვრივსა. მამა, მოძღვარი, მამიდა, ნათესავნი მზრდიდნენ ვითასულითა და ხორცით ქართველსა. მასწავლეს ჩემივე ქვეყნის ისტორია, წარსული. გამევალა მეღვაწა მისივე დიდებისთვის. მთელი არსებით მიყვარდა ჩემი ქვეყანა. ჩემივე ხალხი. სამეფო კანონები კრძალავდა ქმრად ქართველი დიდებულის გამორჩევასა. მერჩივნა თვითონე გამომერჩია საქმრო, კაცი ქართველთა მოდგმისა. თავიდან ახალბედა ვიყავი. ვაზირთა მეფის გარემოცვამ თავისი გაიტანა, ქმრად გამომერჩიეს კაცი უცხო ტომისა. მერე თვითონე მოახერხე გამორჩევა მემკვიდრის მამისა. არ მესმოდა ახალბედასა გვიან გავიგე, თურმე ადრევე დაუწყია საქმროს გამორჩევა გარემოცვასა. მოსულან ელჩები უცხო ქვეყნისა. მოუტანიათ ამბავი თავისივე უფლისწულთა მზაობისა, ეთხოვათ ხელი მეფე თამარისა. ვეზირთა გაუმართიათ ბჭობა გამოსარჩევი. სამეფოს ტვირთი დამაწვა მხრებსა. მეგონა ადრე იყო. მოვაგვარებდი სამეფოს საქმეებსა. მერე გამოვარჩევდი საქმროსა. მოვიდა ვაზირი ზაქარია, ამირსპასალარი სარგის მხარგრძელი, წარჩინებულნი თავადნი. თქვეს, მეფეთ კურთხევა გავალებს მემკვიდრის ყოლასა. ტახტი მემკვიდრის გარეშე ვერ დარჩება. დროა მეფემ ქმარი შეირთოსო. გვევალებოდა, ადრევე ვიზრუნეთო. გამოვარჩიეთ უფლისწულთა შორის საუკეთესო ვითა საქმრო მეფისაო. გაკვირვებული ვისმენდი. მეგონა არ დავეთანხმები. ამით მორჩება თქო. მერე მწარედ ვინანე. მერჩივნა თავიდანვე მეფიქრა, თვითონე გამომერჩია საქმრო მეფისა. მათი არჩევანი რუსთამთავრის დევნილი უფლისწული ანდრეი ბოგოლუბსკის ვაჟი, იური ყოფილა. უფლისწული ყივჩაღთა მთავარმა შეიფარაო. შორეული ნათესავად ერგება ყივჩაღთა მეფესაო. მეგონა გარემოცვა მირჩევდა მორიგ უფლისწულსა, თურმე უჩემოდ გადაუწყვეტიათ რუსთა უფლისწულის ჩამოყვანა, ვითა საქმრო მეფისა. თურმე გამოურჩევიათ ელჩი, გასაგზავნი ყივჩაღთა მთავრის კარსა. მეფის გარემოცვის სახელით მივიდოდა ამირა თბილისისას ზანქან ზორაბაბელი. თურმე უთქვია, ვითავებო რუსთა უფლისწულის მოყვანასაო. ამალა მზად არისო. ქორწილის თადარიგი დავიჭირეთო. გაზაფხულს გადავიხდით საკადრის ქორწილსაო. ვუთხარი, ნუ ვიჩქარებთ, გამოვარკვიოთ, გავიგოთ იმათი წესი ადათი. ზნე უფლისწულისა. იმათ თქვეს, სამეფო საქმენი ვეღარ მოითმენსო. თავისი გაიტანეს. გაემგზავრა ელჩობა თურმე ყივჩაღთა მთავარი ნათესავი ყოფილა ზორაბაბელისა. 2 თვის მერე. დაბრუნდა ელჩობა. მოიყვანა უფლისწული იური, იგივე გიორგი. დავიწერეთ ჯვარი ეკლესიასა სვეტი ცხოველისა. გავიდა მცირე ხანი. გამოაჩინა იური რუსმა ავიზნენი, საზრახისი. ვითმენდი. ჩუმად ვიკლავდი დარდსა. მე სირცხვილებოდა. ვერავის ვუმხელდი. ვერ დაიმალა. ყველამ გაიგო უპატო საქციელი გიორგისა. მერე იძულებით გავაძევე ქვეყნიდანა. მარცხით დასრულა და სამეფო წესთა დაცვით, ვაზირთა ხელით გამორჩეული უფლისწულისა და ქართველთა მეფის ქორწილი. იური რუსის ქმრობა გაგრძელდა 2 წელი. მესამე წელსა გავაგდე იძულებითა. ვითა ცოლმა მასთან დაუყავი 18 თვე. კიდევ 18 სავმალავდი საზრახისას ნესა გიორგისა. 1186. 1189. ვე. გავამხილე. 2 თვის მერე გავაგდე.